გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. ეგრეთ წოდებული დიპლომატიური შეხვედრები საცხოვრებელ სახლში საფრანგეთის ახალი ელჩი არასამთავრობოებს შეხვდა. ბოლო ბერკეტის შანტაჟისთვის ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მცდელობა. პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის სესია, დეპუტატებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ბრიუსელის უსამართლო მიდგომებზე ისაუბრეს, მათ შორის ორმაგი სტანდარტის მაგალითებზე. განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზეც. ნინო არღულიანი გვეტყვის უფრო მეტს. ევროკომისიის ანგარიში არის მიკერძოებული ფაქტები კი დამახინჯებული. მთავარი თემა, რაზეც დღეს დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებებისას ისაუბრეს, სწორედ ევროკომისიის შუალედური ანგარიში იყო. მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტით და მსგავსი ტიპის ანგარიშებით ევრობიუროკრატები ცდილობენ დასაჯონ საქართველოს იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკა, ქვეყანას აქვს ეკონომიკური წარმატებები და ასევე მძიმე გამოწვევების პარალელურად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა. დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა აქცენტი გააკეთეს ასევე იმ წერილზე, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიწერა და რომლითაც მან აღიარა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თბილისმა, არამედ ბრიუსელმა შეაჩერა. განცხადებები მოვისმინეთ ასევე ქართული ეკონომიკის მტრებზე, ანუ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებზე და ასევე გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა ქართული ოცნების წევრები ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ კი თავად ჩავა პაპუაშვილს მოუწია გიორგი შარაშიძისთვის იმის შეხსენება, რომ ის იმ პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც წლების განმავლობაში თვითმმართველობებში, საკრებულოებში კოალიცია ნაციონალურ მოძრაობასთან თავად ჰქონდათ. მას შემდეგ ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ დაიწყო სწორედ ღია დაპირისპირება ჩვენი ხელისუფლების შეცვლის და ქართული ერის განადგურების მიზნით. 5 ჯერ სცადეს სისხლიანი რევოლუციის მოწყობა. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შევძელით გაერთიანებული ოპოზიციის სრული ლუსტრაცია, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გასულ წლებში. ამაში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ეკუთვნის, რომელმაც დასაბუთებულად, სამართლებრივად აწარმოა ძველი რეჟიმის დანაშაულებების სიმძიმე და საშუალება მოგვცა აგვესრულებინა ქართველი ხალხის უმრავლესობის დიდი ხნის ოცნება, პოლიტიკური ველიდან გამქრალიყო დამნაშავე რეჟიმი. ევროპელი სოციალისტების სახელით მინდა შევაფასო ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში. გამოქვეყნებული ანგარიში მიკერძოვებულია. საქართველოში მიმდინარე პროცესები დამახინჯებულია. ანგარიში არაარგუმენტირებულია. მოვითხოვ თქვენს ანგარიშთან ერთად გაასაჯაროოთ და გაითვალისწინოთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება, ძირითადი მიზნები, მისწრაფებები და ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ჩვენს ხელისუფლებას კი ვთხოვ, დავასრულოთ თავის მართლების და სიფრთხილის რეჟიმი. გადავიდეთ კიდევ მეტად თამამი და მრავალპოლუსიანი პოლიტიკის წარმოებაზე. მინდა ჩვენი მოწინააღმდეგეების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მავნებლურ ტაქტიკაზე გესაუბროთ, ეს არის ტერაქტი ეკონომიკაზე, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ანხორციელებენ. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს როგორც ჩვენ საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითეული მათი გაკეთებული განცხადება ლარის კურსის დაზიანების მიმართულებით უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის საზიანოდ ასახული. ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ კამპანია, ენერგოუსაფრთხოებაზე დივერსია ასევე წლებია მიმდინარეობს. დივერსიის უმსგავსო ფორმა SWIFT-დან გათიშვის მოთხოვნა, რომელსაც სრულად უნდა ჩამოეშალა საქართველოს საბანკო სისტემა. პოლიტიკურ პარტია წოდებული ლელო და წესით ბიზნესის მომხრე ადამიანები იყვნენ ინიციატორები ამ ყველაფრის. ინდივიდუალური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო სარკისებური ეფექტის მატარებელი მათი გათვლებით. ის ყველა წინაარე მოყვანილი მაგალითი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლა მიმდინარეობს Eagle Hills-ის 6.5 მილიარდიან ინვესტიციაზე. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით. საქართველოს არ უნდა იქცეს ექსპერიმენტების პოლიგონად, სადღაც ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი პერსონების
მხრიდან. ვერ გვპატიობენ ჩვენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ძალიან დიდ ნაბიჯებს. ჩვენ გვაქვს ორადორი ვარიანტი. ან ბრუნდებით ისევ აგენტოკრატიაში, პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ სუვერენულ საქართველოს. საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიში ობიექტურად არ ასახავს იმ პროგრესსა და პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს. მაგალითისათვის ანგარიში ვკითხულობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს, რომ სახელისუფლებო შტოები ვერ თანამშრომლობენ და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობენ. აღნიშნული შეფასების საპირისპიროდ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა გაატარა უალტერნატივო პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. რამაც სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად მოგცა საშუალება ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 10%-ით გაგვეზარდა ქვეყნის ეკონომიკა და მოგვეზიდა უპრეცედენტო 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. 2022 წლიდან მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის პროქსი ომი დაიწყო, საქართველოსგან მოითხოვდნენ საკუთარი ეკონომიკის და საკუთარი ხალხის გაწირვას. ევროპელების არაევროპული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აკნინებს ევროპელების რეპუტაციას ქართველების თვალში და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი მოვლენა. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია და ზოგიერთი პოლიტიკოსი დაუბრუნდება ამ ღირებულებებს და მოხდება საქართველოსთან ღირსებაზე დაფუძნებული თანაბარ პარტნიორული და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების ამღიარებელი პოლიტიკური დიალოგი, რომელიც გადაიზრდება ურთიერთსასარგებლო ხელსაყრელი ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. და გამოვეხმაურო ევროკავშირის ელჩის წერილს. ერთი კვირის წინანდელ წერილში აღნიშნულია, რომ ევროპული გაერთიანების მხრიდან საქართველოს ინტეგრაცია de facto შეჩერებულია 2024 წლის 27 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ ამის შესახებ განაცხადა. ახლა მაქვს კითხვა. ბატონო პაվել, რატომ შეიყვანეთ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეთ? სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი მითების გავრცელების პლატფორმად იქცა, მაგრამ ეს არ არის პირველი მითი. გვიმტკიცებდნენ სააკაშვილი ცუდად არისო და ეს მითი სტრასბურგის სასამართლომ ჩამოშალა. ეს იმ სერიიდანაა ვაშაძე და ხაბეიშვილი, რომ გვიმტკიცებდნენ მატარებელი გვირაბში არ გაეტევაო. ევროპული ბიუროკრატია უკვე ბარონ მიუნჰაუზენის პროტოტიპად იქცა. ძალიან უხერხულია, როდესაც გქვია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი და სიცრუეზე დაფუძნებული პროტესტისკენ მოუწოდებ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის შიდა საქმეებშიც წესით არ უნდა ერეოდე. დღევანდელი სესია სწორედ პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ამ დრომდე დაახლოებით 20-მდე კანონმდებლის განცხადება მოვისმინეთ, როგორც უკვე მაყურებელმაც მოისმინა, ძირითადი აქცენტი ევროკომისიის შუალედურ ანგარიშზე და ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე გაკეთდა. პირდაპირ ეთერში ნინო არღლიანი საუბრობდა. ეგრეთ წოდებული დიპლომატიური შეხვედრა ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. კურიერის ინფორმაციით საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. ინფორმაცია ქრონიკას შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ დაუდასტურა. გელობეჟუაშვილი ამბობს, რომ ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ნინი გოგიშვილი გვეტყვის, რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება შეხვედრასთან დაკავშირებით. დახურული შეხვედრა ბინეში და არა საელჩოში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კი დამალული. ამ მოცემულობასთან და წარსულ გამოცდილებასთან ერთად შეხვედრასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს გარკვეული სახის კითხვის ნიშნები აქვს. კითხვის ნიშნებთან ერთად ჩნდება მათთვის ეჭვები იმ ფონზე, როდესაც მათივე განმარტებით ერთი მხრივ საქართველოში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდაპირ არიან ჩართულები ქვეყანაში დესტაბილიზაციის
მოწყობის მცდელობაში, მეორე მხრივ კი საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ ქვეყანაში მყოფი რიგი დიპლომატები ვენის კონვენციას არაერთხელ გაცდნენ. ამიტომ მათ აქვთ ელჩთან გარკვეული სახის შეკითხვები და ელოდებიან მისგან განმარტებებს, თუ რა აუცილებლობა იყო, რომ ელჩს NGO-ების წარმომადგენლები საკუთარ ბინაში დაებარებინათ, რა სახის ინფორმაციის მიღებას ელოდებოდა ელჩი NGO-ების მხრიდან და რატომ იყო ეს შეხვედრა გასაიდუმლოებული. ამ კითხვებით ჩვენ მივმართეთ უკვე ოფიციალური წერილიც გავუგზავნეთ საელჩოს ელჩის სახეზე, თუმცა ამ დრომდე ელჩს გარკვეული სახის განმარტებები არ გაუკეთებიათ. შესაბამისად, ახლა საინტერესოა თუ რა განმარტებას გააკეთებს ელჩი, რა საჭიროება არსებობდა იმისა, რომ ელჩი შეხვედროდა NGO-ების წარმომადგენლებს ბინაში საელჩოს ნაცვლად და ეს შეხვედრა ყოფილიყო დამალული ისე, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერი ერთგვათ. ის რომ საფრანგეთის ელჩი ჩუმად ხვდება და არასაჯაროდ NGO-ს, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ უცხოური ინტერესები საქართველოში არის ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. თავად პოლიტიკოსების და NGO-ს მიერ აღიარებულია ეს ყველაფერი, რომ დიახ, ისინი უცხო ქვეყნის ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. და ის რომ შენ ხვდები საკუთარ ქვეყანაში ელჩს ჩუმად, რა გაქვს დასამალი, როცა თავად NGO სექტორი გამჭვირვალებაზე არის ვითომ ორიენტირებული და ამ დროს ჩუმად ხვდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება. იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი დახურული შეხვედრა იყო თან რაღაცა ბინაში, არც საელჩოში, არც საჯაროება არ ქონდა ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მიჩვეულები ვართ სამწუხაროდ რიგი ელჩების მხრიდან ჩვენ შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, თუმცა ახალი ელჩი საფრანგეთის ახალი ჩამობრძანებულია, შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი არ დაარღვევს ვენის კონვენციას და აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით მისი მხრიდან განცხადების გაკეთებას, ან საელჩოს მხრიდან განცხადების გაკეთებას, თუმცა ნუ რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები გააჩინა ამ ყველაფერს. ჩდება კითხვის ნიშნები იმასთან მიმართებით, თუ რა იყო შეხვედრის ძირითადი მიზანი და რატომ არ მოხდა შესაბამის შეხვედრასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ განხილულ საკითხთა შორის შეიძლება იყო ისეთი თემები, რომელთან მიმართებითაც მათ არ სურთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის და ამას სჭირდება სათანადო ყურადღება. თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ ზოგიერთმა ელჩმა აბსოლუტურად დაივიწყა ის ძირითადი ფუნქცია და მანდატი, რომლითაც მათ მასპინძელ ქვეყანაში უნდა განახორციელონ საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც გასარკვევია უკვე ახლად დანიშნულ ელჩს საფრანგეთისა, რეალურად რა მიზნები ამოძრავებდა, როცა აი ასეთი ტიპის ასე ვთქვათ ვიწრო წრეში კონსპირაციულ შეხვედრას აწყობდა შესაბამის ძალებთან. იმ აგენტურად გადაქცეული არასამთავრობოებისგან სრულებით არ მიკვირს, რომ დასამალად აქვს საქმე და თავი არ გამოეყოფათ. გულწრფელად მიკვირს საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს რა ასეთი საჭიროება ქონდა, რომ ფარულ კონსპირაციულ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. ალბათ ამ ყველაფერზე თავად უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს, რადგან ანტიქართულ მოძრაობაში ჩართული აქტორებთან შეხვედრა ფარულ რეჟიმში ალბათ ნამდვილად ბევრ კითხვას პადებს. როგორც უკვე გითხარით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გავრცელდა. ამის შემდეგ დღეს უკვე ამ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გელა ბეჟუაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა. ელჩმა პირადად მიიწვია NGO-ს წარმომადგენლები მასთან სახლში და მიმდინარე თემები განიხილეს. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით ელჩისგან კონკრეტულ განმარტებებს, თუ რატომ გახდა აუცილებელი NGO-ების მასთან სახლში მიპატიჟება და რა საკითხები განიხილეს. მადლობა ნინი გოგიშვილს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. კომიტეტის წევრებმა შეხვედრა უკვე გამართეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. რა საკითხები განიხილეს შეხვედრებზე, ამას ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის.
უკვე მეორე დღეა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრები ჩვენს კითხვას პასუხს არცემენ, გმობს თუ არა პასე საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს შტურმს პრეზიდენტის სასახლესა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობას. ისინი პასუხობენ, რომ მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ ამ საკითხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. პასეს მონიტორინგის ჯგუფი უკვე შეხვდა პარლამენტისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვედრაზე, მათ შორის ქართული მხარის მხრიდან გაისვა და დაისვა საკითხი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, შტურმი სახელისუფლებო ინსტიტუტებზე და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა, თუმცა ამ შეხვედრის ფარგლებშიც პასეს წარმომადგენლობას საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა პასეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ჰქონდა კონკრეტული კითხვები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში ბოლო პერიოდში მიღებულ კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით, რაზეც ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და მოქმედებს, არის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული და ამ კუთხით არის საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა გათვალისწინებული. ასევე კითხვა დაისვა ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტში, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებით მოხდა, რომ მათი პოზიცია ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან ისინი იყვნენ რევოლუციის იმედად, რომელიც რომლის მოწყობასაც ბოლო პერიოდში აპირებდნენ და რომელიც ჩააბარდა. ასევე ქართულმა მხარემ განმარტა, რომ საქართველო რჩება საკუთარი არჩევანის ევროინტეგრაციის ერთგული და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. პასეს წარმომადგენლობა უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც, ისინი ამბობენ, რომ მათ შორის ისაუბრეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებით ისაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე? მადლობა, არ მაქვს განცხადება, არ მაქვს კომენტარი. დიდი მადლობა. შეეხო თუ არა საუბარი 4 ოქტომბრის მოვლენებს? არ მაქვს კომენტარი. მადლობა. გმობთ 4 ოქტომბრის ძალადობას? No comments. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ესაუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარეს? დაგმეთ თუ არა 4 ოქტომბერი? არა, არასდროს ვაკეთებ კომენტარს ასეთ ვიზიტებზე. ჩვენ მათ ძალიან ნათლად აუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ამიტომ ჩვენ მათ ნათლად უთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე გასაჩივრებულია სტრასბურგშიც. ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რამაც გამოიწვია ამ ქვეყანაში სამწუხაროდ პოლიტიკური პროცესის დაზიანება, ინფორმაცია მივაწოდეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უკვე დეტალურად არიან საქმის კურსში იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით აი 4 ოქტომბრის გარშემო განვითარდა ამ ქვეყანაში. როგორც უკვე გითხარით, როგორია პასეს პოზიცია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამაზე მონიტორინგის ჯგუფი არ საუბრობს და საკუთარ პოზიციას მედიასთან არ აფიქსირებს. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებსაც. ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბოლო ბერკეტი ქართველი ხალხის შანტაჟისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მცდელობას საკუთარი ქვეყნის მტრობად აფასებს. მეგინ არსავიძე მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ოპოზიცია რომ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას არ ცვლის, ამაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს. ირკვევა, რომ ჩავარდნილი სცენარების ავტორი რადიკალები საპროტესტო მუხტის გაზრდისთვის მუშაობენ. საკუთარი ვიწრო პარტიული დღის წესრიგისთვის კი მზად არიან ისევ ქართველი ხალხის ინტერესები გაწირონ. მიზანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაა. ოპოზიციის ნაწილი მეორე დღეა თავის მართლების რეჟიმშია და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს უარყოფს. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, ეს იყო წარსულში, ეს არის ახლა და ეს იქნება მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მოახდინონ ძალიან მკაფიო გამიჯვნა. საქართველოს მოსახლეობის 99%-თან მიმართებაში უნდა იყოს შენარჩუნებული ვიზა ლიბერალიზაცია.
როგორც მაყურებელმა მოისმინა, ბარამიძე მისი გუნდის და თანამოაზრეების წარსულ საქმიანობაზეც საუბრობს. რას აკეთებდნენ რადიკალები წარსულში, როცა საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხებოდა, ეს ოპონენტებს ქართული ოცნებიდან შეახსენეს. მხარდაჭერის არ მქონე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, რომ დახმარებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდებიან, ამას ხალხის ძალა საუბრობს. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ სამწუხაროდ ამ ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის დაწმოძრაობის ლიდერები აღიარებენ იმას, რომ ხელისუფლების წყარო მათთვის არის ბრიუსელი და არა თქვათ ქართველი ხალხი. ესენი აღიარებენ არა მარტო განცხადებებით, არამედ ქმედებებითაც. დადიან ბრიუსელში ნაცვლად იმისა, რომ იარონ საზოგადოებაში. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა, რომელზეც ისინი აქამდეც მუშაობდნენ, თუმცა ახლა უკვე ერთადერთი ყველაზე აქტიური სამიზნე ეს პუნქტია, მათი მხრიდან არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ევროინსტიტუციები, რომლებმაც რაციონალურად და რაც მთავარია სამართლიანად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, ამ უგუნურ და თავზე ხელაღებულ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან. გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პერიპეტიები და მათი ნეგატიური როლი, უფრო ადრე გვახსოვს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე მათ მიერ ატალახებული კაბინეტები სხვადასხვა შესაბამის ევრობიუროკრატების მისაღებებში. აქ რა თქმა უნდა ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვახსოვდეს ის, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე მაქსიმალურად სამწუხაროდ დააზიანოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, ქართული საზოგადოება. პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ოპოზიციას სურს ქართულ ხალხს ის უმნიშვნელოვანესი მონოპოვარი წართვას, რომელიც ქვეყანამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიიღო. ამას ისინი უცხოელებს დაჟინებით თხოვენ. მადლობა მეგი ნარსავიძეს. მორი გიშე ურაცხყოფა და თავდასხმა ტელეკომპანია იმედზე ამჯერად გიორგი ბარამიძემ იმედის კარდი დაიწუნა, სადაც წერია, რომ ნაცნობური მოძრაობა საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს. როდესაც ამოიღებს სიტყვას იურის, შესაბამისად იქ გამოდის, რომ ჩვენი ეს საკონსტიტუციო სარჩელი არის ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით და არა და იყო იურისტების მოთხოვნით. უხერხულია პარტნიორების მოთხოვნით უცხოეთთან მიღებული არა, უკაცრავად ტყუილს ნუ ლაპარაკობთ და ჩვენ რა გვეუხერხულება და რა არ გვეუხერხულება, ეგ ჩვენ გავარკვევთ. ამ კარდის მეშვეობით საზოგადოება შეგეყვანათ შეცდომაში, როგორც ამას აკეთებს ხოლმე TV ნადეჟდა, როგორც კრემლის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მრუსიძის მიმართ. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს. გივი წულეისკირმა და გიორგი მრუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე სფერო ინვესტის სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, აგრეთვე ეგრეთ წოდებული კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონებების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ფიზიკურ პირებს სფერო ინვესტის ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც სფერო ინვესტი მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაცია სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, სფერო ინვესტმა შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებელის გარეშე დარჩა. კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა და გიორგი მრუსიძემ ზემოაღნიშნული ხერხით 254 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუები დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.
რასაც ცხადებენ სფერო ჰოლდინგის დაზრალებულები და როგორია დაკავებული ადვოკატის პოზიცია, ამას მარიამ ქართველიშვილი გვეტყვის. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის გივი წულეისკირის სამართლებრივი პოზიცია არის ის, რომ ის არ აღიარებს თავს დამნაშავედ, არ აღიარება კი ადვოკატის განმარტებით უკავშირდება თაღლითობის ეპიზოდს, რაც შეეხება დაზარალებულების ეპიზოდს. ადვოკატი განმარტავს, რომ წულეისკირი იგრძნობს და იზიარებს პასუხისგებლობას და როგორც ადვოკატი ამბობს, ის და ასევე ბრალდებული გიორგი მურუსიძე, კომპანიის დირექტორი, ერთობლივად ამუშავებდნენ გეგმას, როგორ უნდა გაესტუმრებინათ დაზარალებულები და როგორ უნდა გადაეხადათ მათთვის კუთვნილი მილიონები, თუმცა ჩვენ კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა ამ გეგმის სისრულეში მოყვანა წლების განმავლობაში, ადვოკატი ამბობს, რომ მათ დრო არ ეყოთ, ყოველ შემთხვევაში ასეთი არის მათ სამართლებრივი პოზიცია, რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საკითხზე მსჯელობას, როგორც ცნობილია, სასამართლოში დაკავებული გივი წულეისკირი წარსდგება და პატიმრობას ითხოვს სახელმწიფო ბრალდება მისთვის, რაც შეეხება გაქცეულ გიორგი მურუსიძეს, მასზე სავარაუდოდ ძებნა გამოცხადება. ადვოკატი ამბობს, რომ წულეისკირის დარბაზიდან გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თანხა დასახელებული არ არის. პასუხისმგებლობას არ გაურბის, რომ დაზარალებულები უნდა დააკმაყოფილოს, მან და მეორე პიროვნებამ გიორგი მურუსიძემ და ცდილობდა, რომ მოეძებნა რამე თანხები და ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. მოგეხსენებათ 600-მდე დაზარალებულია. ნაშაულს არ აღიარებს, მაგრამ პასუხისმგებლობას დაზარალებულების წინაშე, რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხები, ამ ვალდებულებას არ აქვს. დაახლოებით 560 ოჯახი არის დაზარალებული, რომელთა თანხის თაღლითურად მითვისება ბრალი ედებათ სფერო ინვესტის დამფუძნებელსა და დირექტორს. ძალიან დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადაუხადო და ვთხოვთ თითოეული დაზარალების სახელით ამ საქმეში დიდი ჩართულობა, რათა მოხერხდეს თითოეული მათი ქონების და გრიგოლეთში და გონიოში დაწყებული, თაღლითურად თუ ასე შემდეგ კორპუსების გასხვისება, დასრულება და თითოეული დაზარალებულის თანხის დაბრუნება. ჩადებული მქონდა თანხა, მიხდიდნენ პროცენტს, რომელსაც აღარ იხდიან უკვე რამდენიმე თვეა. შეპირებულები იყვნენ 30 სექტემბერს დააბრუნებდნენ თანხებს, რაც არ მომხდარა, ლარიც არ ჩაურიცხავთ არავისთვის, ხალხი დარჩა ქუჩაში. ძალიან ბევრი დაზარალებულია, გვემატებიან ახალ-ახალი ხალხი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ პროკურატურას იმისთვის, რომ მოხდა რეაგირება, აიყვანეს გიგა წულეისკირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულთა რიცხვი არის 200-მდე და ზიანი 12 მილიონს აღწევს. პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე დაანონსდა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად როგორც დაზარალებულთა ოდენობა, ასევე ზიანის რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. მადლობა მარიამ ქართველიშვილს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები არიან ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი, ის მანამდე ყვარლის მერი იყო, ასევე დაკავებულია მისი ძმა ნიკა ზაუტაშვილი და ყვარლის მერის მოადგილე ლევან გელაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ყვარელში ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვის საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ 283 ძირი კანაფი და 3 კილოგრამამდე მარიხუანა მოიღო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირია დაკავებული. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანაში. დაკავებულ საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში ფარულად მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც დათესილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მიწის ქვეშ სათბური იქნა აღმოჩენილი, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ერთი მოქალაქე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 283 ძირი კანაფი, 3 კილომდე მარიხუანა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ 7 პირი. საქართველოს გაეროს საერთაშორისო საძიებო სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა.
საქართველოს მიენიჭა საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრობის სტატუსი, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში და გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოში ჩატარებულ მასშტაბურ სამდღიან სიმულაციურ სამაშველო მოქმედებების შედეგებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. სწავლებას ესწრებოდა 15 საერთაშორისო ექსპერტი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ქართული სამაშველო ჯგუფის პროფესიონალიზმს, ტექნიკურ შესაძლებლობებს და ოპერაციული მართვის ხარისხს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირველად არსებობის ისტორიაში მიიღო ინსარაგის საერთაშორისო კლასიფიკაცია, ულოცავ თითოეულ მეხანძრე მაშველს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არა მარტო სამსახურის, არამედ საქართველოს წარმატებაა. 36 საათის განმავლობაში გუნდი ფასდებოდა საერთაშორისო საძიებო და სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის საერთაშორისო წარმომადგენლების მიერ საკონტროლო სიის შესაბამისად. ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ქართულმა გუნდმა მიიღო კლასიფიკაცია და შეუერთდა საერთაშორისო საძიებო და სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის ოჯახს. აჭარის პოლიციამ განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას მეზობლად მცხოვრებს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საკადრო ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილედ გიორგი სახოკია დაინიშნა. სახოკიამ ამ თანამდებობაზე გიორგი ბუთხუზი შეცვალა. ავარია თქვენთან რომ ყველაფერი არის წესრიგში და რა სახანძრო უსაფრთხოების ხარებები აკეთია ყველგან. საკადრო ცვლილებებია იუსტიციის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს ირაკლი ხმალაძე. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 2.751.000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტს. ბრალდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ 5-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს. თითქოს და დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. აღნიშნული საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზარალებულის კუთვნილი 2.751.000 ლარის ღირებულების 2 მიწის ნაკვეთი ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე გადააფორმეს, რომელმაც ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ კი გაასხვისა. სასამართლომ 5-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მინისტრთან შეხვედრამდე თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები საქართველოს მთავრობის 2024 წლის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს მიერ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპის გავლის შემდეგ იუნესკოს დადებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანა ხორბლის შესახებ შემონახულ ტრადიციებთან დაკავშირებული კულტურული ფენომენის მიმართ ინტერესს გააძლიერებს. საბოლოო განხილვა იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე 2025 წლის დეკემბერში ინდოეთში გაიმართება. ქართული ხორბალი ქართულ ვასთან ერთად დიდარი უწყვეტი აგრონომიული მემკვიდრეობის ნაყოფია, რომლის სათავეც დაკავშირებულია შულაველის კულტურასთან, ნეოლითის პერიოდიდან
და ატარებს უწყვეტ ტრადიციას. ქართული ხორბლის კულტურისა და ტრადიციების წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა კიდევ ერთხელ გაზრდის ცნობადობას ქართული ხორბლის ადგილობრივ სახეობებისა და ჯიშებთან მიმართებაში, ამასთანავე ის ფართოდ იქნება გავრცელებული როგორც ფერმერულ მეურნეობაში, მოსახლეობაში და ის ტრადიციები, რომელიც დაკავშირებული ეს არის საერო ტრადიციები, ეს არის საეკლესიო ტრადიციები, რიტუალები ქართულ ხორბალთან, პურის ხორბალი მაქვს მხედველობაში, კიდევ ერთხელ მატებს ღირსებას იმ ფენომენს, რასაც ქართული ხორბალი ქვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO-ს რეგიონულ სემინარს მასპინძლობს. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას. Workshop-ს ICAO-ს წევრი ქვეყნების, ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტებისა და ოპერატორების, ასევე ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება. 35-მდე დელეგატი მოწვეული არის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ყველა აეროპორტი წარმოდგენილი არის აღნიშნულ ღონისძიებაში. ჩვენც როგორც ICAO-ს წევრი ქვეყანა, მუდმივად ვცდილობთ, რომ დავნერგოთ ICAO-ს ახალი სტანდარტები, რეგულაციები საქართველოს ყველა აეროპორტში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მიმდინარეობს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. დასრულების შემდეგ აეროპორტი სრულად დააკმაყოფილებს ICAO-ს სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკას და ყველა მოთხოვნას. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში ICAO-ს რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც Airbus-თან კოლაბორაციითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მასპინძლობით იმართება. რეგიონულმა შეხვედრამ შეკრიბა ICAO-ს წევრი ქვეყნებიდან 19 ქვეყნის 32 წარმომადგენელი. ვორქშოპი ეხება აეროდრომის ხელოვნური საფარის შეფასების ახალი სისტემის დანერგვას. იმედი გვაქვს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი ორდღიანი შეხვედრა გვექნება. Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ საჰაერო ხომალდების ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუხსნათ ყველა მონაწილე ICAO-ს წევრ ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი, რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ. Ტელეკომპანია იმედის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. ის მუშაობდა ტელეკომპანია მეცხრე არხზე, იყო ტელეკომპანია მზის გენერალური დირექტორი, ასევე იყო 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი. თავისივე სცენარით გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები. მიღებული აქვს კინოფესტივალ ამირანის პრიზი ფილმისთვის ჩემი შემოღობილი და დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის. წელს ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ქრონიკა უსამძიმრებს ელდარ მდინარაძის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. და ისევ საქართველოს პირველი ბაროკო ორკესტრი საქართველოს სიმფონიეთა ისტორიული კონცერტისთვის ემზადება ხვალ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. მოცარტის პიანოფორტეს ზუსტ ასლს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორტეპიანოს მწარმოებელი პოლ მაკნალტი წარადგენს. ისტორიული ინსტრუმენტი საქართველოს სიმფონიეთას კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცა. კონცერტი თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 7 დეკემბერს დაიხურება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კიდევ ერთი ინსტრუმენტი შეგვემატა, ეხლა ვამბობ ერთს, იმიტომ რომ ხვალ გვაქვს ამ ინსტრუმენტთან პირველი კონცერტი, თორე კიდე სხვა ინსტრუმენტებია და ჩვენ მსმენელს გავახარებთ ძალიან მალე. ჩვენთან ერთად აქ არის ამ ინსტრუმენტის შემქმნელი პოლ მაკნალტი, თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც შეასრულებს ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის ზუსტად იმ პერიოდის კომპოზიტორების ნაწარმოებს, რომლებიც ზუსტად ამ ინსტრუმენტისთვის წერდნენ. პირველად ხვალ ეს ინსტრუმენტი გაჟღერდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ჩვენ რეგიონში. დღეიდან არა მხოლოდ ბაროკოს ეპოქის მუსიკას, არამედ კლასიკოსების მუსიკას შევასრულებთ ავთენტიკურად ინსტრუმენტებზე, რომელზედაც უკრავდა მოცარტი, ჰაიდნი, ბეთჰოვენი, რისთვისაც ქმნიდნენ ამ თავის მუსიკას და ასევე თვითონაც ასრულებდნენ, ასე რომ ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ისტორიული დღეს მომსწრეები ვიქნებით. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით. დროებით.